დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში მონაწილეობს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ეკონომიკური მნიშვნელობის თემებთან და დღის წესრიგშია პოლიტიკური საკითხების განხილვაც. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერი ესწრება. ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ღაზის სექტორსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებაც. უმაღლესი დონის ეკონომიკური შეხვედრა 19 იანვრამდე გაგრძელდება. სალომე ქოქიაშვილი შემოგვიერთდება დავოსიდან. სალომე, გისმენთ. დიახწლის ამ დროს პატარა სათხილამურო კურორტი შვეიცარიაში ხდება დიდი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი. წელს დავოს 60-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი სტუმრობს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის დელეგაციების სრული ჩამონათვალი, ვინაიდან კიდევ ძალიან ბევრი ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი უმაღლესი დონის დელეგაცია. შესაბამისად დავოსი გარდა იმისა, რომ ის იქნება კონცენტრირებული და ფოკუსირებული მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე, იქნება ასევე რა თქმა უნდა ძალიან კარგი საშუალება ლიდერებისთვის, რომ გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები და უნდა ითქვას, რომ წლიდან წლამდე დავოსის ეკონომიკური ფორუმი უფრო და უფრო მეტად იძენს პოლიტიკურ შინაარს. დავოსის ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნას კი პოლიტიკური ლიდერები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ საკუთარი პოლიტიკური გზავნილების გახმოვანებისთვის. ასე იქნება წელსაც რიგით 54 ფორუმზე, რომელიც გუშინ გაიხსნა ოფიციალურად, თუმცა უკვე ძირითადი გამომსვლელები დღეს დილიდან დაიკავებენ ტრიბუნას დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და უნდა ვთქვათ, რომ ამ გამომსვლელთა შორის რა თქმა უნდა განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით რამოდენიმე გამომსვლელს, მათ შორის მაგალითად იქნება აუცილებლად ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიანი, ასევე განსაკუთრებული ინტერესი არის ჩინეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლისადმი მიპყრობილი, რომელიც დავოსში ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს და ვერით რომ ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრთა გამოსვლა, მათ შორის დღეს ტრიბუნას დაიკავებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, რომლის გამოსვლის მიმართაც ასევე არის განსაკუთრებული ყურადღება. და ვნახოთ როგორი გზავნილები იქნება დღეს გახმოვანებული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ტრიბუნის ფორუმის ტრიბუნიდან. რა თქმა უნდა, უკვე გამოემგზავრა დავოსში საქართველოს დელეგაცია. საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად წელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით ექნება სიტყვით გამოსვლა რამოდენიმე თემატურ პანელურ დისკუსიაში, თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ველით რომ გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური შინაარსის. როგორც გითხარით, არაერთი მსოფლიო ლიდერი სტუმრობს წელსაც დავოს და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის კარგი საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, რომ ესაუბროს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს, პოტენციურ მომავალ ინვესტორებს, განსაკუთრებით თემებზე და მას შემდეგ, რაც საქართველო უკვე ახალ შინაარს იძენს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფნის, შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. დელეგაციაც წარმომადგენლობითია, მასში იქნებიან საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა, იგულისხმება სხვადასხვა მიმდინარე კონფლიქტები და ეკონომიკური სირთულეები, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში. წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ორიენტირებული და ფოკუსირებული იქნება რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის ეს რა თქმა უნდა არის ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც საერთო არის მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, მაგალითად ეს არის რა თქმა უნდა კლიმატური ცვლილებები, ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა თითოეულ ქვეყანაში და თითოეული ქვეყნისთვის მეტი დოულათის შექმნა და რა თქმა უნდა ფოკუსირებული იქნება დავოსის ეკონომიკური ფორუმის პოლიტიკური ნაწილი უკვე იმ კონფლიქტებისა და ომების მშვიდობიანი დასრულებაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში, ფოკუსში იქნება, რა თქმა უნდა, ღაზაში მიმდინარე მოვლენები, ასევე უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომი და ამ ომის დასრულების საკითხი. დღეს ასევე დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნაზე ველით უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლასაც, რომელიც წელს თავად არის ჩამოსული დავოსში,
ანუ ის დისტანციურად აღარ მიიღებს მონაწილეობას და პირადად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ნახოთ, როგორი გზავნილები გაჟღერდება დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან, რომელზეც როგორც გვეკითხარით, დღესაც არაერთი მნიშვნელოვანი გამომსვლელი, სიტყვით გამოსვლას ველით და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილების გახმაურებას. გმადლობთ სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა დავოსიდან.